დილა მშვიდობის ძვირფასებო, როგორ ხართ? დღეს არის 15 ოქტომბერი. მოიტანე მალაკო. 4 ნახევარი ღირს ეს მალაკო. ეს. ერთი მოვიტანე, ორი მინდოდა, მაგრამ ერთი მოვიტანე. 5 ლარი კვერც. თითქმის 10 ლარი აქ მაქვს. ორივე ერთად 3 ლარი. ეს 13. ჩაემარიანი. 5 ლარი. 18. ჩეკი ჩავაგდე. არ მახსოვს ჩეკი ჩავაგდე თუ არა, მაგრამ არ ვიდე. არა მგონია რომ ჩავაგდე, პარკთან არ მივსულარ. არა, პარკთან არ მივსულარ. კაი, ქაღალდზე დავწერე. რამე ქაღალდზე დავწერე და ჩავაგდე. მაინც ჩავიხედე, მაგრამ არა. მოკლედ ამ იმას დავაწერე. ეს იყო 27 ლარის, 7 ლარი ღირს ეს კალათი. არ ვიცი კრემისთვის როგორი იქნება. 500 გრამიანია. მაგრამ კარგია და წაიღეო და მოკლედ წამოვიღე მაინც. ეს 3 ლარი კაკაო. 27 ლარი. 27 ლარი პლუს 19 ლარი მუხამ აიღო რაღაც. რაც არ ვიცი. დაურეკე და აიღე თქო, იმიტომ რომ სახში არ მოუტანია გუშინ არაფერი და ვიღაცას უნდა დაო რაღაცა და მე არ უღეო მითხრა. ვაიშ ბატონო. ხოდა ეს ჩაი არ მქონდა დღეს. ხოდა მწვანე ჩაი მქონდა დარჩენილი. აი 3, 1 გავხსენი, აი ესეთი. ესეთი სულ. შაქრებია ეს ყავა. დანარჩენი. ხო, ეს მარილია. ესენი შაქრებია. აჰა. ყავისფერი შაქრი. ეს მარილიც და ეს ჩაიც. მწვანე ჩაი დავალებდი მოკლედ დილით გოდეს. მეგონა რომ არ ძალევდა. მაგრამ შევიხათი. ვაი არ შეიძლება რომ შეერი წახვიდე და ასე და ესე. გოდეჭკიანი ბიჭია. მურცხვია ზედმეტად, თორე ჭკიანი ბიჭია.
გვეშინ მქონდა ეგეთი ის ჩემი გამომწერები ნახავდით Facebook-ზე ვიდეო გოდეს. ანუ მე არ დავდებდი ჩემით მაგალითად. მაქვს მე ჩემი გადაღებული არის ეგ ვიდეო და მაქვს მუსიკის გარეშე, ანუ მუსიკა მასწავლებელმა დაუწყო, მასწავლებელმა დადო თავის ჯგუფში. ეგ და იქიდან გავაზიარე მე, შეიძლება ესე ითქოდა. თორემ მე მაქვს იმ მუსიკების გარეშე. უფრო უკეთეს გოდეს საუბარი. მაგრამ მაინც ძალიან მოწყვა, ხო. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონთან ხო აქვს აგერ კამერასთან კავშირი და არ ცხენია მან და იქ მაინც ახალ თავისი ვიდეო იყო ძალიან იმორცხვა. მიყვარს ეს ფერი, ამ ფერის არის ჩემი ჩექმა რომ უნდა მომივიდეს, ფიქრობ დღეს უნდა მომივიდეს. მითები და დავაბრუნე, გამოვწერე და სადღაც 5 დღეშიო და ზუსტად დღეს თუ მოვიდა 5 დღე იქნება გასული. ჩამოვიდა დღეს. მოკლედ ნამცხვრის რაც მჭირდებოდა მაქვს, ძეც მაქვს. რაც არ გვაქვს და არ გვიქნება 2 დღე არის წყალი და რა თქმა უნდა ჩემს ლაკავინაში ჩანს. მას გამოვწერეს იმ დარეცხილები რომ გამოჩნდეს. ჭიქები. ჭიქებითაა სავსე. კარგი. ეხლა ეს გახეულია და იქ რო გაიხაი გამომივარ და ვიქო ჯანდადა. არ არის. თუ დავაწერე და არა დასალოში. აი პედიკო. არჩევას ხომ ამაში წყალს, ამას შევინახავ სასმელად. ამით მედომაცივაში კიდევ კარგი ეს წუხე მოვაკელი ამდენი. მე როცა წყალი არ არის, მაინც კი არა და მაშინ წყურია. ცივია. აქ დავდებ ეს ახლა საჭმისთვის დამჭირდება. ფაფას გავაკეთებ. ცოტა პლომად გავაკეთებ, რომ კონდეთ მერე ბავშვებს. ორჯერ მაინც ჭამე. ფაფას. რო ადგებიან და ღამე კიდე ითხოვენ. წყალი გარეთაც არ მოდის, აი ეზოში რომ მოდიოდა ხო გახსოვთ, იქაც არ მოდის და რა დარჩა გარეთ? ნაი. არ ვიცი. სანამ მუხრანი მოვა, მერე წაიღებს ბიდონებს და საიდანვე მოიტანს. გამოსაყენებელ წყალს. აი ასე. ჩვენი აუყავა და მოვიწყდა.
არ მაქვს. წყალს ავადობებ და იმ ყავას დავლა. წუხენ მოხრანი მდალია. ყავა ცხელი, ხსნადი. ბიჭო როდის იყო რომ სომგიმეთი და რა ვიცი ეხლა მომინდაო. ცივი ყავა უყვარს, ცხელ ყავას არაფრით არ დარევდა და რა ვიცი ხალხო კიდალია იგი. წუხი. ვაიმე სულ რატო დავდგე ხა ეს ბრინჯი ხო უნდა გავრეცხო. ღმერთო. შიც მიდევს ერთი ბიდონი წყალი კიდევ კაი იქაც დავდე. კაი მას გამოვიყენებ. ეხლა გავგიჟდები მართლა რა. ეს კაია. ეს არა. არაფერი არ არის ეს კარგია. არ ვიცი ხა ეს რა ფირმა, მაგრამ ნულიო, მგონი ნული. რანაირად წერია? არის ხალხ. ყვითელია, თუ რა ვიცი ეს დაოფლილი წერიაც და ეს კარგია. ხა ორივე ერთმანეთს შევყავი, არ ვიცი ეხლა როგორ იქნება. ეხლა გავიგე რომ გარეთ ვიყავი აიმანზე და ის მოვაურა ქვია წყალი 5 საათისთვის 1 საათით და იმ 1 საათში მე უნდა მოვასწრო გარეთ უპირველეს ყოვლისა და სხვასაც მოიმდება მე გარეთ სხვა ჭურჭლის იქ სარეც მანქანას ჩავთავდა ის მუშავებს თავისთვის და აქ ჭურჭელს უცებ გავრეცხა. ამ წყალს არ გადავასხა. იყოს რა იცი რაში დამჭირდა. $27 ლარიო და აი რაც გაჩვენეთ და პარკს ვუყურებდი. თვლა რომ დავიწყანიკოდი და მეუბნება მოდითათია კიდე დავიტვალოთ. კიდე დაიტვალა ისევ იგივე. ლარიო 80-ები ხირდა ჯიბეში. ლარიო 80-ები ხირდა ხალხო ჯიბეში ის რა ქვია მალაკოები და მაშინ რამდენი ეყიდეთ მე დამოხავ. რო დავხარჯე. მაგრამ სულ მაშინ აკეთებდი რძე არ მქონდა იმდენად და ხან დამცხრები ხან რაღაცა დაიხარჯა. როდინდელს გეუბნებით ხალხო აღარც მახსოვს.
და ხო იმას გიყვებოდით, მოკლედ გოდეს მქონდა ეგ დავალებად, რომ ვიდეო უნდა გადაეღო ჩაისთან დაკავშირებით, ჩაი ფართიო თუ რაღაც, მოკლედ მსგავსი ის ჰქონდათ. წყლის წვეთები რო აქვს, ამჩნევია. სულად. გამოიყენეს ალბათ და ისე იდო იქ. თორე რამდენი ხანია იქ ჩიქარ გამომიყენებია. ოღონდ ისეთი თუ რასთან უყვართ ამათ ვინც იღებს ვიდეოს შენ რასთან გიყვარს ჩაი აი იმას გადაიღებდი და გოდერძი მეუბნება რომ მე მომწონსო ბლინებთან ან ალადებთან და იმ თხელ ბლინებს უფრო მეტი დრო უნდოდა და მე არ მქონდა იმდენი დრო გოდეზეც უნდა დამეწერა დავაგებ ასე რომ გავაკეთე ის ალადები წუხელ ლაივი რო ჩავდეთ მუხა მომიტანა თმის კრასკა მაგრამ რო შევიღებო ხო 5 საათზე 1 საათით მოდის ჯერ უნდა ვნახო რომ წყალი მოვაგროვებ და ისეც შეიძლება მოაგროვებ და გავაცე შეიძლება როგორ მალე მეზრდება ეს ჭაღა დიდი სიამოვნები დავიძინებდი ის წამეძინებოდა ოღონდ მაღაზიაში ჩავედი მე ეს ფაფაიხა უნდა გავაკეთო არ მიყვანია ბაღში იმიტომ რომ ძალიან უჭირთ ყელზე ამათ გიგას განსაკუთრებით, მაგრამ ადას შუშღით აქ. ჭენჭველებო, აბა მითხარით, საიდან მოდიხართ? სამდა ჩა. მართლა ძალიან მეწიება. ძალიან. ვინ გამოგიყენა ჭიქა? ვიწყარი უნდა ჩავაღოთ. თუ უცებ არ გაწმინდე ეს რასაც გარეცხა იმდენად ემჩნევა ეს თეთრად წვეთები თუ შერჩა. არა აღნიშნულება ქილებსაც რო გარეცხავ, ქილებიც უნდა გაწმინდო. თუ არ უცებ გააშე მაგალითად. მაგრამ იმ გამშრალსაც მაინც ემჩნევა. ყველაფერზე ესეა. ვერ გავიგე რა წყალი არის ეგეთი. იმიტომ რომ მაგალითად ჩვენთან
სოფლებში იშვიათობა არის, რომ გაიწმინდოს თებში გინდა თუ რაც გინდა ყოველთვის შრევა მზეზე, სიცხეში, კაბანაკებაში. გეგადადა ჩხუბობენ სულ ჩემ გამო ბლოგში დაძოლისას არა ჩემთან დაწიკი არა ჩემთან მე ხა გეგა მოიფიქრა დედიკო შენ შუაში დაწიკიო და ერთ მხარეს გეგა დამიწვა მეორე მხარეს ადას ეძახო და მოდიო შენ აქეთ დაუწიკი არაფრით არ გააკეთა ადამ არა დედიკოს ადგილი ჩემთან არისო აქ მოვიდეს იმიტომ რომ არც ეს არის წენო და ავდექი და გამოვედი საქმე მაქვს მეთქი ამასობაში ქალბატონმაც დაიძინა ესე ვაკეთებ ხოლმე რომ ვეუბნები გეგას დედიკო ერთი წამი ნახე ადაუცებ დაიძინებს და ადას უწვევი და მე გადავდივარ გეგას მაგრამ ზოგჯერ ადასთან ერთად მეძინება ვერ ხო და ეხა წუხელ ესე გავაკეთე ავდექი წამოვედი რო ჯუჭყუნებდა ორივე და არც ერთმა არ დათმობე და ვიცოდე საიდან მოდიან ხმელთოდი და გურო არაფერი ტკბილიც არ არის გარედან ხარ შემოდიან ია ხავაი ვერაფერი ვერ გავიგე ფანჯრის რაფაზე დანასოდეს არ ყოფილა მუხამედს მითხრა ერთხელ რომ აი ძალიან ბევრი იყო და ყველგან ეძებე იქნებ რამე დადოო მაგრამ არაფერი წებოვანი არ იყო აბა საიდან მოდიან არ ვიცი ხოლმე იქ რამის დადება მარტო ვდებ იმას საჭრელ დაფას და ქილებს თუ გავრიცხავ დებ და გასამშრალებლებს, მაგრამ შაქრიანი არაფერი გასამშრალებელი არ მიდევს, ანუ ბავშვების ნასკებს და იმებს დებმანდ, რომ უცებ გაშლეს, რაც უფრო მალე მჭირდება. ასე არის. ცუდი დასალევი ამჭიქით. მართლა გეუბნებით. კი, ლამაზია და მომწყოს, მაგრამ ძალიან ცუდი დასალევია. და მირეკავდნენ დღეს მოვიდოდეს ჩემ ფეხსაცმელი. აი ესეთი ჩემპრი გამომწერე კიდე. ამ ფერის ზუსტად, იმიტომ რომ ფეხსაცმელიც ეს ფერია. დაბლები, მაღლები არა. ვერ დავდივარ მაღლებზე, ტყუილად მაქვს. თავს ვიწვალებ. ანუ ძალით რო დადიან, ხო ვიცით? ეს არ ვიმჩნევ, რომ ვითომ ვერ დავდივარ და დავდივარ მაგაზე, მაგრამ ძალიან მიჭირს უკვე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ აწი ძალიან მაღლები არ გამოვიყენო. სიმაღლეზე ვირბენ კიდევაც, გინ ცოტა ესეთიც იყოს. 7 სანტიმეტრამდე 6-7. მაგრამ მეტი არა. აი ამ სიმაღლე. ასეთზე ვირბენ კიდევაც. ძალიან მაღლებზე ვერ აწი არ გამოვიყენებ ძალიან მაღლებს. რაში მჭირდება? ისედაც კაი გოგო ვარ.
მეტი სიმაღლე არ ვიდა, არ მომწონს. დაგუნება ეხლა. ვის მეტად მაღალი უყვარს, ვის ნაკლებად, მაგრამ მე არა, იმდენად. გადმოვსკუპდეთ. მორჩი ძირფასება. აი ასე დავდოთ. აბადა. აი ასე და თუ გაჩერდა. გავაკეთე ფაფა. დავასრულე. ამათ ჯერ კიდე სძინავთ. არა კი არ გაჩერდება. ჩაის ტილოებს შევხედე, უпроსტորეთ ხელის საწმენ ტილოებს შევხედე ეხა. როგორ კიდია თქო. აი ძინავთ ჩემ ბავშვებს. ხოდა რამდენჯერ დავიწყე გოდეზე საუბარი და იმდენი მივატოვე, სულ რაღაცაზე გადავერთე, ძალიან უაზროდ გამომივიდა დღეს გელასულ ეგრე ამჭირს თითქმის. ხოდა გუშინ სული ამომხადა გოდემ ინგლისურიდან მოვიდა თუ არა. დედიკო ვიდეო მაქვს გადასაღები, ანუ ორ შაბათს ჰქონდათ ინგლისური. რომ მოვიდა რო თქვია. მეცადინეობაზე რომ იყო, იქედან რომ მოვიდა, მე მითხრა იქ ალბათ ბავშვებმა დაილაპარაკეს და ამასაც მე გაეხსნა და მე გაახსენდა და რომ მოვიდა, დედიკო ვიდეო მაქვს გადასაღები, ნახე ეს უნდა გავაკეთო, ეს უნდა გავაკეთო და ეხა მე რომ იმას შვები რა ქვია. დავფიქრდი, გაზზე იყო ჩაი, ანუ ჩაიდანი უნდა დაგედგა გაზზე, ცეცხლს აანთებდი, მოადუღებ წიგნის ნახატის მიხედვით. მაგრამ ნახე, იქნება და ყველას არა აქვს გაზი და ზოგი სხვანაირად აკეთებს, ამიტომ სხვაც მისაღები იქნებოდა. ხოდა გოდეს უთხარი, დედიკო ნახე, ეხლა რომ ის თქო რა ქვია, გაზთან გადაგაღებინო, ის კედელი ცუდად გამოჩნდება თქო, ხო იცით იქ ზემოთ მონგრეული როა. ხოდა იმას გავაკეთებდით ჩვენ აქამდეც, ეხა მაგას არ უნდა დიდი არაფერი. მაგრამ აქ მარტო ჯერ ეს კალმა რო დავაყენოთ, იმდენი მტვერი იყო ხალხო, იმდენი მტვერი იყო, რომ აი იქეთაც მე ბავშვები რო დარბებდნენ, აი აქ შემოსასვლელი, მოკლედ ყველგან უკვე მიმოფანტული იყო და ამიტომ არის რომ აი ეს არ მინდა და მაგიტომ ვითმენ ეხა მაგას და ვუყურებ. მოხარ მკითხვა რომ ჩამოვანგრიოთ და გავაკეთოთო იმ კაცმა გვითხრა ჩვენ აქ ხაზიკამ, თუ გააკეთებთო დაგიქვითავთო ქირის გადასახადიდან. დავქვითავ და ისე იმას ვიზამო. მაგრამ აი ამ მტვერის გამო არის რომ არ მინდა, თორე ძალიან ცუდად ჩანს. ეგ, აი ეგ. მე აი ამის გაკეთებაც არ ვიცით ჩვენ. აი აქ შპალიერი არ გეგონოთ ესენი აქ სამზარეულოში, შემოსასვლელში და კიდევ სად არის. აქეთ უბრალოდ გაკრა, ხო, მსგავსია ოღონდ ცისფერზე. გაკლასკულია რაღაც ჯერ შპაკლია და მე რაღაც კლასკას აქ რომ წაუსვენ და მე რომ გადააპრიალებენ. აი ეს არის აქ შპალიერი არ არის, მარტო არის იქ ზალაში და საწოლო ოთახში შპალიერი გაკრული. ასე რომ ეს უბრალოდ კედლებია. ამის გაკეთება არ ვიცით, ეხლა ჩვენ კიდე მე ის რომ გავაკეთოთ მაგალითად. ხოდა მოხას უთხარი რომ აი კაი გაგვიკეთებია და გალესავს მამიკო და იმას იზამს გააკეთებს, მაგრამ მე ის შპაკსაც წაუსმევს, დიდი არაფერი. აი ესენი. ხოდა ამიტომაც უფრო მეტად მტვრის გამო რო არ მაქვს იმის არც ნერვი და არც თავი. მაგიტომ არის რომ ვითმენ. აი იმ კედელს ვუყურებ. ხოდა ეს გამოჩნდება მეთქი, ხა ხო ნახეთ, ხო კიდე ხედავთ რომ უკვე გადავედი სხვაზე.
დიდი გოის გამოჩდება მეთქი და თან მასწავლებელი ალბათ სადმე დადებს მეთქი მაგას და ამიტომ მოდი მეთქი რომ ელექტროჩაიდანში ადუღე, შენ ხო იცი მეთქი ინგლისური და აბა მიდი და თარგმნდე თქო რომ უნდა ავადუღოთ ელექტროჩაიდანში წყალი, ну ვისაც რა საშუალება აქვს ისე ადუღებს წყალს. ხო და გოდემ ელექტროჩაიდანი მე გამახსენდა რომ დასაყენებელი ჩაიც არ მქონდა. ეგ წიგნში არის სულ ძველებური მეთოდი, თუმცა ძველებურს რატო თურქული ის ჩაიდნები რო არის 2:1-ში, ის საქართველოშიც აქვს და ჩვეულებრივად მიირთმევენ მაგით ჩაის. ძველებურს იმიტომ ეძახი რომ მახსოვს ყოველთვის ჩაის ყრიდნენ ქვაბში, ჩაიდანში. და ზოგს მეორე ჩაიდანიც არ ქონდა რომ მაგალითად იქ ცალკე ანუ პატარა ჩაიდნები რომ იყო სადაც ჩაის დააყენებდი. მაგალითად ჩემთან არ იყო სახლში და პირდაპირ ჩაიდანში ყრიდა დედა ჩემი ჩაის, დიდ ჩაიდანში, რაშიც ვადუღებდით ხო წყალს. იქვე ჩაყრიდა ჩაის, აადუღებდა და მე იმას საწურს მოაცმევდა და ეგრე ვისხამდით და ჩვეულებრივად უფრო გემრიელი ჩაი გამოდიოდა მე თუ მკითხავთ. იმ დაყენებულს რო ასხამ და მე რომ მიასხამ, აი იმაზე უფრო გემრიელი ჩაი გამოდიოდა. მთლიანად იქ იყო ჩაი და უფრო ჩაის გემო რო ქონდა მაგით. ხო და გავაკეთეთ ესე, ძალიან ლამაზი გამოვიდა საბოლოოდ, თუმცა უკმაყოფილო ვარ კიდე, იმიტომ რომ სად რომ გოდე და გეგა ერთმანეთში საუბარს რო დაიწყებენ ინგლისურად ხალხნო და სად რომ ეგ ვიდეო არ, ანუ როგორ გითხრათ, იმის მეოთხედიც არ გამიკეთა გოდემ, იმიტომ რომ ვიდეოში მაინც რცხვენოდა. თუმცა რაც იყო მართლა ყველაფერი თავისით გარდა ალადებისა. მე კიდევ კარგი ისიც აღმოჩნდა კუბიკები შაქრის ნატეხები. ისენიც დავუდე და ჩაყარა. ოღონდ უგემური იყო 6 წელი ჩაყარა ხალხო და გემო არ ქონდა საერთოდ. მე კიდე ერთი კოზი შაქარი ჩაიმა და თვითონ დაჯდა მე და შეჭამა, მაგრამ ეს ვიდეოში არ გამომიჩენია, რა ვიცი, არ ვიცოდი ის თუ უნდა გამომიჩნია. მე მგონი არა. მასწავლებელიც კმაყოფილი იყო. მე რო გავოგზავნე ინდეს ნერვიულობდი რომ აი სწორად ამბობს იმას იმ სიტყვებს, იმიტომ რომ მე არ ვიცი ინგლისური და მოკლედ კარგი ბიჭიაო ძალიანო ესე მომწერა, ყოჩაღი და აქტიურიო და იმედი მაქვს რომ ასეც არის. გადახურვა დაიწყეს მე მგონი, ხმარო არის. ხა კიდე. ესეთი შეგრძნება მქონდა. გულისრევის საშინელი და აი როგორ გითხრათ, გემოს პირში როგორ ვგზნობდი იცით? აი თითქოს და რამ, აი ალოის გემო გაგისინჯავთ, ალოისი. საშინელი გემო როა პირში, აი ისეთ გემოს ვგრძნობდი, ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა. აი, დედიკო, გავითოთ ეს დღეები მალე. თვეც დეკემბერი მოვიდოდეს, მერე მალე დამთავრდებოდეს ზამთარი და ისევ ზაფხული მოვიდოდეს. მოკლედ, 2026-ში გამოირიცხა ბორჯომი, ბაკურიანიც, არ მივდივარ იქეთ. გაბრაზებული ვარ, არ მივდივარ, მართლა არ მივდივარ. თუ რამე შევწელი და მოვაქუჩე, როგორც ემზადები ხოლმე ცოტა მოკუჩებული მქონდა, ან ლატერიას ველოდებოდით, რომ დავდიოდით, ან სესხლს ვიღებდით. მოკლედ ეხლა მუხრანი იმის ზღვაზე წასასვლელად სესხლს არ ამიღებს მე ვიცი. იმიტომ რომ იგი იმიტომ ვიღებდით, რომ დავდიოდით ბავშვების გამო უფრო და ასე შემდეგ.
თუმცა ამათ ის რო აქვთ ხოლმე ხამხამობით რო იღვიძებენ მუხლების ტკივილით და ასე შემდეგ. უფრო მეტად გოდეთა გეგა იყო, მაგრამ ადაც მიემატა. მაინც მოვახერხებ, ფიქრობ რომ მოვახერხებ, რაც ხას ვიზამ. ყოველდღიურად წასვლა რომ მომიწიოს, მაინც წავიყვან ქვიშაზე ბავშვებს. ქვიშა არ მიყვარს, მე დიდად იცით, საერთოდ სხვა მიყვარს ქვიან, ქვიშა არ მიყვარს. მაგრამ არ ვამბობ, რომ 10 დღით, 15 და ასე შემდეგ ვნახოთ ცოტ-ცოტათი. სხვა მინდა, სხვა მიყვარს. ანუ შიშიც მაქვს. შიში მაქვს, იმიტომ რომ ვერ ვხედავ, ანუ ქვემოთ რა არის, რომ ვერ ვხედავ, იმეგის შიში მაქვს. რომ ვერ შეამჩნევ რა მოდის. შენს ფეხქვეშ რა არის, როგორც მომედო იქ. აი ბავშვებს გეფიცებით, მართლა. თითქოს და ადამიანი იყო, მაგრამ რატო არ ამოდივდივდა მასში? მე ვიფიქრე, რომ უბრალოდ ჩაყენთულ ადამიანს მოვედე. და ნელა მივდიოდი, ვიხედებოდი ნეტავის მოვედე, თქოდა რომ ვერავინ ვერ დავინახე, ვაიმე, ისე შემეშინდა, ავყვირდი, მუხრანი თქო. მოკლედ, წარმოიდგინეთ, ძვირფასებო 21 თუ 23 3 ლიტრიანი მაქვს ცარიელი. წარმოიდგინეთ, რომელიც შარშანს უკავსებული მქონდა. წელს არ ვიცი რას ვიზა. მუხა ამბობს, რომ ფეიხოადი გავსეს სულ ყველაო. იმიტომ რომ მუხას მაინც უყვარს, მეც მიყვარს. წყალი არ არის და ხალხს ზოგს მოსახופი აქვს ზოგ რაღაცა და მაგას რო განიცდიან. ეხა 1 საათით რომ მოვა, რამდენი რა უნდა მოასწრო, იმ 1 საათში ვერ გავიგე. წავით. ბოლომდე ვერ დავлек. აი როგორ გითხრათ, პირში ძალიან ცუდად მაქვს საქმე. თითქოს და მკვახებული მაქვს. დროებით აბაბინიემ მშვიდობიან პოზიტიურ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას. მომავალ ვიდეომდე.